2025 წლის 2 მარტს ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს რამდენიმე პოლიციელი დაესხა თავს ქუჩაში, ჩასვეს ძალის გამოყენებით მანქანაში, წაიყვანეს განყოფილებაში, არ ეუბნებოდნენ რა მიზეზით დააკავეს. ის ეუბნებოდნენ მხოლოდ იმას, რომ იყო ადმინისტრაციულად დაკავებული და მალე გამოუშვებდნენ. პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა სასტიკი ძალადობა. რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა მას მუშტებს სახის არეში, ისე რომ პირი და ცხვირი სისხლით ჰქონდა სავსე. ამის შემდეგ მას ეუბნებიან, რომ არის დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით. ფაქტობრივად პოლიციამ თავად მოათავსა საქმეში განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება. თავად პოლიციამ მოათავსა საქმეში აღნიშნული ნარკოტიკი, ისე რომ ამ ადამიანს ეს ნარკოტიკი თვალითაც კი არ ანახეს. შეადგინეს ყალბი ოქმები, ჭხრეკის ოქმები, თითქოს ნამდვილად კანონის სრული დაცვით ჩატარდა ჭხრეკა, თითქოს ნამდვილად აღმოაჩნდა მას ერთ-ერთ ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება და თითქოს ის შემთხვევის ადგილსევე დალუქეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის შემდეგ პოლიციელებმა, რა თქმა უნდა, გადაწყვიტეს, რომ გაემყარებინათ აღნიშნული შეკერილი სისხლის სამართლის საქმე და პირში ხეთათმანიანი ხელი ჩაუდეს აღნიშნულ პიროვნებას. შემდეგ ეს ხელი შეახეს ნარკოტიკს და ამით შეეცადნენ საქმის გამყარებას. კონკრეტულად იმის დამტკიცებას, რომ ბრალდებულს ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა აღნიშნულ ნარკოტიკთან. რა თქმა უნდა, სასამართლოშიც სწორედ ამაზე აპელირებდა ბრალდების მხარე. თუმცა აღნიშნული მტკიცებულების გაყალბებით მათ დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც მე როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რა თქმა უნდა, წარმატებით გამოვიყენე და ეს შეცდომა მე დამეხმარა მისი უდანაშაულობის დამტკიცებაში. კერძოდ, მოგახსენებთ, რომ მას სისხლიანი ჰქონდა პირი და როდესაც ჩაუდეს ხელთათმანიანი ხელი პირში და აღნიშნული ხელთათმანის შემდეგ უკვე შეახეს ნარკოტიკს, ნარკოტიკულ ნივთიერებაზე აღმოჩნდა ბრალდებულის სისხლი. პოლიციელების ვერსია იყო ასეთი, რომ თითქოს მათ დაინახეს ბრალდებული, რომელიც საეჭოდ იქცეოდა, საეჭოდ მოეჩვენათ, შეეყვნენ სადარბაზოში, დაინახეს თითქოს თუ როგორ აიღო ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება და ჩაიდო ჯიბეში. ამის შემდეგ მათ ჩაატარეს ჭხრეკა, ისე რომ ბრალდებულს არანაირი შეხება უკვე იმ ნარკოტიკთან აღარ ქონია. მაშინ ისმის კითხვა, თუ იქვე აიღო ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება, ჩაიდო ჯიბეში და ბრალდებულს ხელზე სისხლი არ ქონია, რაც ასევე დამიდასტურეს პოლიციელებმა, მაშინ როგორ აღმოჩნდა